ჩემს სხვა თანაკურსელებთან ერთად და სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, სტუდენტებთან ერთად ვიმყოფები აქ, რათა გავაპროტესტო არალეგიტიმური მთავრობის მიერ არჩეული არალეგიტიმური პრეზიდენტი. ჩვენ აქ ვიბრძვით, გვინდა მივიღოთ განათლება, გქონდეს დიპლომები, როდესაც გვინიშნავენ პრეზიდენტს, რომელსაც დიპლომი რა არის, მე მგონი სულაც არც იცის. გვიკრძალავენ, არ გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ გქონდეს ევროპული განათლება. ან ჩვეულებრივად ჩვენი დიპლომები ლეგიტიმურობას კარგავს ასეთი პარლამენტის და მთავრობის გამო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა, სტუდენტები ახლა ერთად ვიდგეთ, გამოვიდეთ, იმიტომ რომ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული, ჩვენს ძალაზეა დამოკიდებული თუ მივცემთ ამ მთავრობას იმის უფლებას, რასაც ისინი ახლა გვიკეთებენ. აი ეს ნაცემი და დაკავებული ადამიანები, რომლებიც თავიანთი სურვილის გამოთქმის გამო დააპატიმრეს, ცემეს, გაუსწორდნენ ასე, ეს რომელი სამართლიანი სახელმწიფოს ქმედება ასეთი. მე ვარ ილიონის სტუდენტი და დღეს ჩვენი მთავარი პროტესტის ნიშანი არის ის, რომ არალეგიტიმური მთავრობა გვინიშნავს არალეგიტიმურ პრეზიდენტს. იმის ამიღებ ან მათ უკვე სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამ წაგვართვეს და ძალიან გვიკვირდა რომ ხალხის რაღაც ნაწილი ისევ ვერ ხვდება ამ ყველაფერს, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, ბრძოლა გრძელდება და ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ეს მომავალი არის ჩვენი და არ ვაპირებთ რომ გავჩერდეთ და დავნებდეთ. მე ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და დღეს ჩვენ აქ შევკრიბეთ, იმიტომ რომ მკაფიოდ ვუთხრათ ყველას, რომ ჩვენ არ გვინდა პრორუსი ხელისუფლება, არ გვინდა უდიპლომო პრეზიდენტი და არ დაუშვებთ, რომ გავიგვიზოთ იმ რეალობაში, რისკენაც მიგვაქარებს ქართული ოცნება. ასე რომ ყაველაშვილს დიპლომი და ჩვენ თავისუფლება მეგობრებო.